ამ ვიდეოს გამო შეიძლება ცეცხლზე დამწვან და გადავიმტერო მთელი მარკეტინგის ინდუსტრია, მაგრამ უნდა იცოდე. ეს არის ბრენდინულიდან დღე მე-11, ამ ეტაპზე 6864 გამომწერი. მე-11 დღიდან კარგად გაერკვიე როლებში, რომელი გაკისრია შენ და რისი დაdelегირება შეგიძლია და მინიმუმ რამდენი ადამიანი სჭირდება იმ რაღაცის მართლა გაკეთებას. ეს ეხება ბიზნესის მფლობელებსაც, მარკეტინგის სფეროში დასაქმებულებსაც და მათაც, ვინც ასწავლის. გთხოვთ, აღარ დამანახოთ ბიზნესის კურსები ან მარკეტინგის კურსები ან თუნდაც ციფრული მარკეტინგის კურსები, იმიტომ რომ უზარმაზარი თემა და მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ არც იცი, რაც უნდა იცოდე. თუ ამბიცია გაქვს, რომ ბიზნესი ისწავლე ან ბიზნესს ასწავლე, უნდა იყოს პროდუქტის შექმნა და მიწოდება, იურიდიული ნაწილიც, ფინანსებიც და მარკეტინგის ნაწილიც. შეიძლება მაქსიმუმ ისწავლო ამისი მართვა ან კონტროლი, მაგრამ ყველაფრის კეთებას ვერ შეძლებ. კურსების მთავარი პრობლემა ისაა, რომ გპირდება, რომ შემსრულებლობას ისწავლე და არა უბრალოდ მართველობას ან სტრატეგიის გაწერას. როცა ამბობ მარკეტინგი ვიცი, აი სინამდვილეში რას გულისხმობ, რომ ვიცი. აქ იქნება ტრადიციული მარკეტინგი და ციფრული მარკეტინგი, აქ არის ღონისძიებების მარკეტინგი, ბეჭდური მედია, ტელევიზია, არც ჩავშლი, იმიტომ რომ არც ვიცი. ციფრულ მარკეტინგში, როცა ამბობ, რომ ციფრული მარკეტინგი ვისწავლე, აი ამდენი მოვალეობა იცი? ცალკე არის სოციალური მედიის მარკეტინგი და ცალკე დავარქვათ ვებსაიტ მარკეტინგი, რომელიც ასევე იყოფა ერთი ერთზე და ერთი ბევრზე. აქ არის SMS მარკეტინგი, email მარკეტინგი, SEO, ძაბრი, Google Ads, ვებინარები, ბლოგინგი. ეხლა მეუბნები, რომ ეს ყველაფერი იცი? როგორ გააკეთო? ახლა გადავიდეთ მხოლოდ სოციალურ მედიაზეც კი. აქ არის ორგანული მეთოდები და ფასიანი მეთოდები, არის ერთი ერთზე და ერთი ბევრზე. აქ არის chatbot მარკეტინგი, მიმოწერა, ვიდეოზარი, SEO ოპტიმიზაცია თვითონ სოციალურ ქსელებში, ცალკე ყველა სოციალური ქსელის რეკლამა, სტატიკური პოსტები, ვიდეო მარკეტინგი, ლაივი და ჩაწერილი ვიდეოები, ვერტიკალური და სრულმეტრაჟიანი YouTube ვიდეოები. და როცა კეთებაზე არის საქმე, აქ არის სკრიპტინგი, გადაღება, მონტაჟი, ატვირთვა. და თუ ამბობ, რომ ამ ყველაფრის შემსრულებლობა იცი, და ამბობ, რომ მარკეტინგი ვარ, ან ამბობ, რომ აი ამ ყველაფერს შენ ერთი ადამიანი იცი როგორ კეთდება და შეითავსებ, ან ამბობ, რომ ისიც კი არ იცი რა შედის ამაში და ისიც კი არ იცი რა არ იცი. აზრზე არ ხარ არაფერს. მაგალითად, ჩვენ ვასწავლით კონკრეტულად სოციალური მედიის, კონკრეტულად ვიდეო მარკეტინგს, კონკრეტულად უფასო ან ორგანულ ვიდეო მარკეტინგს და მხოლოდ ამის განხორციელების სწავლაზე გვაქვს 60 ლექცია. იმასაც ვასწავლით ყველაფერს უფასო მეთოდებით, მარტივად, მინიმალური უნარებით და გამოცდილებით, რომ ერთმა ადამიანმა შეძლოს პირველი ნაბიჯების გადადგმა გუნდის და ბიუჯეტის გარეშე. ანუ არ ჩავდივართ სიღრმეებში, ან გადაღების, ან მონტაჟის და რაღაც სასწაულებს არ უპირდებით. ხოლოდ აი ამ ბოლო ნაწილსაც კი ეთმობა 60 ლექცია და ახლა თუ შენ მეუბნები, რომ ერთი კურსი გაიარე, რომელიც შეიძლება უფრო პატარა იყოს ვიდრე ჩვენი და იცი მთლიანად ციფრული მარკეტინგი, ან მთლიანად მარკეტინგი, ან ბიზნესი ისწავლე საერთოდ აი ეს ყველაფერი. უბრალოდ სასაცილოა. ამიტომ მე გვიყვარს, რატო გვაქვს თვითმარქვია სინდრომი. რა თქმა უნდა, როდესაც იბრალებ იმის ცოდნას, რაც არ იცი და იძახი, რომ გააკეთებ იმას, რაც შეუძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა გააკეთოს, გექნება თვითმარქვია სინდრომი. გამოსავალი რა არის? კარგად შეისწავლე თეორიულად ყველა როლი, აირჩიე რამე ვიწრო თუ შემსრულებელი გინდა იყო, კონცენტრირდი მხოლოდ იმაზე და დაირქვი მხოლოდ ეს ერთი სახელი. და აღარ იქნება ესეთი მომენტი, როდესაც მე დამსაქმებელი ვარ და ვცდილობ ხოლმე რომ ავიყვანო ვინმე გუნდში, აღმოჩნდება ხოლმე რომ მის საქმეზე მე უფრო მეტი ვიცი და მეტი გამოცდილება მაქვს ვიდრე თვითონ. და თუ ბიზნესის მფლობელი ხარ, შენც ეს ყველაფერი უნდა იცოდე, იმისთვის რომ დამწყებმა არ დაგაბოლოს და არ გითხრას, რომ ამ ყველაფერს შეითავსებს და გამოუვა. წლების წინ მეც იგივე შეცდომას დავუშვებდი, მაგრამ რაც უფრო მეტ სწავლობ, უფრო მეტი იცი, რამდენი არ გცოდნია. ამაში სასირცხულო არაფერია, უბრალოდ გააზიარე ეს ვიდეო, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა სწორად დაარქვეს სახელი, რა უნდა ან რა საქმიანობს.